დილამშვიდობის პირველი არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას. ახალ ამბებს 10 საათზე მოამბის გუნდთან ერთად მე ლიზა ციკლაური გაგაცნობთ. მასობრივი ინტოქსიკაციის შემთხვევა მარნეულში გვიან ღამით სხვადასხვა საავადმყოფოებში ძლიერი მოწამვლით 200-მდე პაციენტი მოათავსეს. ცნობილია, რომ აღნიშნული პირები ერთ ქორწილში იმყოფებოდნენ. ისინი ღამითვე პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულეს. რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი? რუსტენ ლოლაძე ჩაგვერთვება სადახლოდან, სადაც შემთხვევა მოხდა. რუსტენ, მოგესალმებით, დეტალებს ველოდებით შენგან, რა არის ამ დროისთვის ცნობილი, რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი? დიახ, ლიზა, როგორც აღნიშნე, მასობრივი ინტოქსიკაციის შედეგად მარნეულში 203 ადამიანი მოიწამლა, აქედან 28 არის მოზარდი. მოწამლულთა მდგომარეობა ამ დროისთვის არის დამაკმაყოფილებელი, მათმა დიდმა ნაწილმა უკვე დაატოვეს საავადმყოფოები, თუმცა ამ დრომდე 28 მოწამლული მოზარდიდან 21 ისევ რჩება საავადმყოფოში და განაგრძობენ მკურნალობის კურსს, თუმცა ექიმების განმარტებით მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და დღის მეორე ნახევრიდან ეტაპობრივად მოხდება მათი საავადმყოფოდან გაწერა. რაც შეეხება თავად ფაქტი მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც ადგილობრივი მოსახლის ქორწილი იყო. ამ ქორწილს ესწრებოდა 200-მდე ადამიანი და თითქმის ყველა მათგანი მოიწამლა. მათ ეტაპობრივად დაახლოებით 2 საათის შემდეგ მიმართეს ადგილობრივ საავადმყოფოებს და აღენიშნებოდათ ერთი და იგივე სიმპტომები, ეს იყო დიარეა, ფაღარათი, თაუბრუს სხვევა, გონების დაკარგვა და საერთო სისუსტე. ყველა მათგანს ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები ვეღარ დაეტინენ ორ საავადმყოფოში, მათი ნაწილის გადაყვანა მოხდა ბოლნისის საავადმყოფოში, ასევე ადგილზე იქნა გამოძახებული სამედიცინო ჯგუფები დედაქალაქიდან და რუსთავიდან. რამდენიმე პაციენტი კი გადაყვანილი იქნა, რომელიც მძიმე იყო, უკვე გადაყვანილი იქნა დედაქალაქში რიანო მობილით და როგორც აღნიშნეთ, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და საბოლოო დიაგნოზი არის კვებითი ინტოქსიკაცია. Около 200 человек отправился, да, здесь они находятся, все футболисты тоже здесь тоже მოიწამლა, ისინი მარნეულსა და რუსთავში გადაანაწილეს. თქვეს, რომ შესაძლოა ხორცმა მოწამლა. გულისრევა, ღებინება, ძლიერი საერთო სისუსტე, ზოგს ჰქონდა წნევის ვარდნის ეპიზოდები, გულის წასვლა და ასე შემდეგ. მოიჩინეთ პირველადი დახმარება. ძიმე არც ერთი არ არის, საშუალო ხარისხის პაციენტები არიან სიმძიმის, ზოგი გაშვებულია, ზოგი გაგრძელებს მკურნალობას. მათ შორის არიან ბავშვებიც, რომელიც გადმოიყვანეს ბავშვთა კლინიკიდან იქ ალბათ უადგილობის გამო. გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურები, რიანო მობილები, მთლიანად ჩართული იყო ჯანდაცვის სამინისტრო, ადგილობრივი ხელისუფლება, ადგილზე იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. გუშინ გვიან ღამითვე მარნეულში ჩამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ის თავად დაინტერესდა პაციენტების მდგომარეობით, მოინახულა ისინი და განაცხადა, რომ მთავარია გამოძიება არის დაწყებული, უკვე აღებული არის სინჯები, როგორც საკვების, ასევე სასმელი პროდუქტების. ადგილობრივ კლინიკებში არის მობილიზება გამოცხადებული, ჯანდაცვის სამინისტრო არის სრულად ჩართული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოვა ეს ხალხი ამ მდგომარეობიდან, ყოველ შემთხვევაში რაც მე ვიხილე ახლა ჩემი თვალით და რასაც ექიმები ამბობენ, ძიმე მდგომარეობა ისეთი სიცოცხლისთვის საშიში არ არის. თუმცა მზად არიან ადგილობრივი კადრებიც, მზად არის რამდენიმე მანქანა, რომ თუ საჭირო გახდება თბილისის კლინიკებში გადაიყვანონ, ასე რომ მინდა დავამშვიდო ყველა, რომ არ ინერვიულონ, მაგრამ საკმაოდ მძიმე ინტოქსიკაცია, როგორც ეთყობა და გამოძიება დაწყებულია. ძირითადი დარტყმა მაინც მიიღეს იმ კლინიკებმა, რომელიც მარნეულშია განთავსებული. მინდა თქვა ექიმების სასახელოდ, რომ მათ შეძლეს გაენაწილებინათ პაციენტები, ყველა პაციენტს მიხედეს, პრინციპულად ყისერად დაიწყეს გადასხმები. რამოდენიმე პაციენტი გადაყვანილია გარდაბანში, რამოდენიმე გადაყვანილია რუსთავის კლინიკაში. ეხამდელი მდგომარეობით, ამწუთი მდგომარეობით მძიმე პაციენტები ჩვენ არ აღვყავს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მკურნალობა უგრძელდებათ, არიან მეთვალყურეობის ქვეშ. ასეთი მოწამლა, ასეთი დონის მე არ მახსოვს, რომ ყოფილიყო და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის, რომ
მთლიანად მთელმა სამსახურებმა, ადგილობრივმა სამსახურებმა, მუნიციპალიტეტებმა, სასწრაფო დახმარების სამსახურებმა გააკეთეს ფაქტობრივად და იქიმება რაც თავი, გააკეთეს შეუძლებელი და ამდენი ავადმყოფი მიიღეს, თანაც უცებ გავანაწილეთ ეს ავადმყოფები, იმიტომ რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ სწრაფად მომხდარიყო მათი მიღება და რაც თავია დახმარების აღმოჩენა და ფაქტობრივად უკვე ძალიან ნახევარი ავადმყოფებისა უკვე გაიწერა სახლში. დიახ, ჩვენ ახლა ამ წუთებში ვიმყოფებით მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში, სწორედ იმ რესტორანთან, თქვენ კადრში შეგიძლიათ ნახოთ რესტორანი, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა ჩემს უკან კადრში. ჩვენ ვესაუბრეთ ასევე რესტორნის დირექტორს, ის გაკვირვებულია მომხდარით და აცხადებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე შეიძინა პროდუქტი, ხორცის პროდუქტი და გაკვირვებულია ამბობს, რომ ყველა პროდუქტი, რომელიც მან იყიდა, იყო ახალი და ფიქრობს, რომ კვებითი ინტოქსიკაცია გამოიწვია გამაგრილებელმა სასმელმა, რადგანაც დიდი რაოდენობით დალიეს აქ მყოფმა ადამიანებმა, მათ შორის ბავშვებმაც და ის სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აქ მომზადებული საკვები არ არის მოწამვლის მიზეზი. ეს კათოვილი, я не знаю, что случилось. და გაკვირვებული ვარ, არ ვიცი რა მოხდა. ქათმის და საქონლის ხორცი ადგილობრივ ბაზარზე სრულიად ახალი ვიყიდე. სხვარი კი თავად მყავს და მისგან მოვამზადე საკვები. ასეთი წესი მაქვს, როცა რამეს ვაკეთებ, ყველაფერს ვსინჯავ და თავად არაფერი დამართნია. პასუხს ვაგებ, რომ ყველა საკვები იყო ნორმის დაცვით მომზადებული და ახალი. შეიძლება მოწამვლა გამაგრილებელ სასმელს გამოეწვია. ქორწილის დაწყებიდან 2 საათის შემდეგ დაეწყო დღებინება, ნიმუშები აიღეს, მეც პასუხსველი. Я не знаю, от какого продукта. რესტორნის მეპატრონემ ყველაფერი თავად გასინჯა. შესაძლოა ეს ლიმონათისგან ან წვენისგანაც მომხდარიყო, რადგან მას სწორედ გამაგრილებელი სასმელები არ გაუსინჯავს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება, დაიკითხნენ ადმინისტრაციის თანამშრომლები, რესტორნის და ქორწილში მონაწილე ადამიანები და უკვე როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აღებულია ნიმუშები და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი თუ რა გახდა კვებითი ინტოქსიკაციის მიზეზი. მადლობა რუსუდან ლოლაძე საუბრობდა სადახლოდან მოამბის პირდაპირ ეთერში. რუსთავში მამაკაცი მოკლეს, შემთხვევა ახმეტელის ქუჩაზე მოხდა, გარდაცვლილი 40 წლამდე ასაკისა. მკვლელობას სავარაუდოდ წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, თვითმკვლელების განმარტებით მას სასიკვდილო ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენეს. გარდაცვლილი მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად უკვე 3 წელია ახმეტელის ქუჩაზე ცხოვრობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და სამგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1993 წელს დაბადებული პირი განზრახველობის ბრალდებით უკვე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში რუსთავში აიყვანეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახველობის ფაქტზე მიმდინარეობს. გავედი უკვე რომ დავარდნილი იყო და ცოლი იქ იყო და ყვირო და არიქა ჩქარა შაქარიო და ჩვენ შაქარი გავიტანეთ ახლა რომ შაქარი მიგოცა ვიფიქრე შეიძლება კომაშია. ცოლმა მე ის სარუჭერო გაუხსნა და მე დავინახე აქედან აქამდე ეს გადახეჩილი. მე მგონი გადაღობილის გულისთვის მოვიდა ჭუბი თუ რაღაცა. ხოდა ეს ცოლმა ყველაფერი მეხუთე სართულიდან დაუნახია, იმიტომ რომ მე ეკაყვიროდა რომ დავინახე ქალმა დაარტყა დანარჩენს. შლაგბაუმს ეძახიან ხომ? ის იყო გაკეთებული და როგორც ამბობენ, ალბათ ამის გამო მოხდა. გამოიარა და ეს ვინ გააკეთაო, ხელს მიშლისო. თემურ სტურუას საქმეზე მთავარი პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართავს. საგამოძიებო ორგანოს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის გოდერძი თევზაძისთვის პატიმრობას ითხოვს. სავარაუდოდ დღესვე მის მიმართ ძებნა გამოცხადდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მას საზღვარი არ აქვს გადაკვეთილი. თემურ სტურუას ოჯახი გამოძიების გაგრძელებას მოითხოვს. ოჯახის ადვოკატის განცხადებით მას შემდეგ რაც გამოძიებამ დაადგინა სტურუას წერილის ავთენტურობა და სტურუას ხელზე ძალადობის კვალი, მნიშვნელოვანია რომ გამოძიებამ კვლავ მოიპოვოს მტკიცებულებები, რათა საქმეში ბრალდებული პოლიციელის დაკავების შემთხვევაში არასაკმარისი მტკიცებულებების გამო არ დადგეს გამამართლებელი განაჩენი. ოჯახის ნომერ პირველი ინტერესი კვლავ უცვლელი არის, ხოლმე ის ფაქტი, რომ კონკრეტული ექსპერტიზის პასუხები აქვს უკვე გამოძიებას ჯერ არაფერს ნიშნავს. ოჯახის ინტერესები არის, რომ ის პირი, რომელიც არის დამნაშავე თემურ სტურუას დაუყვაში, მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
ვლადიმერ ბედუკაძე თამაზ მეჭიაურთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. ბედუკაძე პარლამენტში გუშინ იმყოფებოდა, სადაც ერთიანი საქართველოს ლიდერს შეხვდა. მისი განმარტებით საუბარი წინა საარჩევნო კამპანიის შეეხებოდა. თამაზ მეჭიაურის თქმით, ის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს და ბედუკაძესთან საუბარი გაერთიანებას არ შეეხებოდა. ანუ რა ვერ კოალიციაზე არის საუბარი, რომელიმე თქვენ მეგობართან შექმნით? საარჩევნო კამპანიას ხომ არ უკავშირდება? თქვენი რა თქმა უნდა უკავშირდება. თქვენი პარტია რეგისტრაციიდან მოიხსნა და კი, მოიხსნა. ვინმე სხვა პარტიასთან ერთად? ჩვენ ვართ პარტიასთან დაკავშირებული, ერთ-ერთ კომუნისტურ პარტიასთან. კი, და არჩევნებში მონაწილეობას. ბატონო, მე 2 წამი არჩევნებში მონაწილეობას ხომ არ აპირებთ რომელიმე სხვა პარტიასთან? ვაპირებთ. ახლა პარლამენტში რომელიც იყო, იმას მაგალითად მეჭიაურთან? არ ვიცი, ვნახოთ რომელი პარტია. შეიძლება გადაიყვანოთ. ჯერ კიდე დროა. შეიძლება გადავიკეთოთ. შემხვდა გითხარით მომესალმა 2-3 წუთი დავილაპარაკეთ და წამოვიდა რა. მადლობა გადამიხადა. არც მახსოვდა რომ ადრე ხარი დაუჭირა. არც ხომ არ გეგმავთ ერთად მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში? არა. დემოკრატიული მოძრაობა უბლოკო სტატუსზე ხელმოწერების შეგროვებას შემდეგ კვირაში დაიწყებს. პარტიის წარმომადგენლები იმეც გამოთქვამენ, რომ საპროცედურო კომიტეტი ხელმოწერებისთვის საჭირო ბლანკებს უახლოეს დღეებში გადასცემს. შეგახსენებთ, ნინო ბურჯანაძეს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დოკუმენტი საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უკვე გადაეცა, თუმცა ცდომა ორჯერ ჩაიშალა, რადგან ქუორუმი ვერ შედგა. კიდევ აქვს ვადა საპროცედურო კომიტეტს, რომ მოიწვიოს სხდომა და მოგვცეს ბლანკები, თუ ამას არ გააკეთებენ, ჩვენ მაინც მოვაწერინებთ ადამიანებს ხელს, მაინც ვთხოვთ მათ მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენ გვერდში დაგვიდგება და მხარს დაუჭერს უბლოკო სტატუსს, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი რეალური შანსი ქვეყნის გამთლიანების. გიორგი კვირიკაშვილი ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა. საუბრის მთავარი თემები სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმირების გეგმა და მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყო. მთავრობის მეთაურმა კონგრესმენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში სტუმრობისა და იქ არსებული ჰუმანიტარული ვითარების გაცნობისთვის, ასევე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით განხორციელებულ კომპლექსურ რეფორმებს. საქართველოს ვიზიტით ევროპარლამენტის სოციალისტთა და დემოკრატების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში იმყოფება. ის დღეს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს გენერალურ დივანს კახა კალაძეს და პარტიის პოლიტსაბჭოს სხვა წევრებს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ კი მხარეები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ჩამოდის წინასაარჩევნო ვითარების შესაფასებლად, რასაკვირველია მასპინძლები ჩვენა ვართ, ქართული ოცნება და აინტერესებს წინასაარჩევნო ვითარება, ჩვენი განწყობა, სამომავლო გეგმები და პოზიციების შეჯერება და დაახლოება ევროპარლამენტის შესაბამის ფრაქციასთან. მოამბე 10 საათზე ამით დასრულებულია. გმადლობთ ყურადღებისთვის. ახალი ამბებით პირდაპირ ეთერში 12 საათზე დავბრუნდებით. დროებით გემშვიდობებით.